როცა დედამიწა კომეტის კუჭი გაივლიდა, აირი შემოვიდოდა ატმოსფეროში და შესაძლოა გაენადგურებინა მთელი სიცოცხლე პლანეტაზე. იმავე წელს კიდევ ერთი მისტიური ამბავი მოხდა. იაპონიაში იმპერატორმა ჰიროჰიტომ დილით ადრე გაიღვიძა, ავიდა თავისი იმპერიული აგარაკის სახურავზე და ტელესკოპით შეხედა ნაცნობს, რომელიც 76 წლის განმავლობაში არ უნახავს. წლის 28 ივლისს ღამისას დედამიწის სამთავრობისთვის ჯერ არ ნახული ობიექტი გაანათებს. თუმცა თავად დედამიწას ეს კომეტა კარგად ახსოვს და როცა ეს თარიღი მოახლოვდება, კაცობრიობა სუნთქოშეკრული დაელოდება კოსმოსური ობიექტის გამოჩენას. როცა სწრაფად მოძრავი კომეტა ღამისაზე შემოვა, მისი შუქი პლანეტას მოეფინება. დედამიწა ძველ მეგობარს მიესალმება, კაცობრიობა კი არ შეიგრძნობს შიშის გრძნობას და გაოცებას, რადგან ჰალეის კომეტა დაბრუნდება, როგორც დედამიწის ძველი, თუმცა არაპროგნოზირებადი მეგობარი. მისი გავლა მზის სისტემაში მიანიშნებს აღმოჩენებისა და განმანათლებლობის ახალ ეპოქაზე. თავად კომეტაც ხარბად დააკვირდება დედამიწას. ინტერესით ახლა რა ხდება დედამიწაზე, რადგან უხსოვარი დროიდან მოყოლებული ჰალეის კომეტა თვალყურს ადევნებდა ჩვენს პლანეტას. ჰალეის კომეტა იყო მოწმე ცივილიზაციების აღზევებისა. მას უნახავს კაცობრიობის აღზევება და დაცემა და მაინც სიბნელეში აგრძელებს ნათებას და სამყაროში ჩვენი ადგილის მუდმივ შეხსენებას. ჩვენი წინაპრები მისი იდუმალი შუქით ხელმძღვანელობდნენ, აღნიშნავდნენ დროის ცვლილებას და წინასწარ მეტყოლებდნენ დიდ მოვლენებს. ახლა კი მრავალწლიანი ძილის შემდეგ კომეტა დაბრუნდა. ახალი ეპოქის მომტანი ჰალეის კომეტა. ჩვენც ამ ვიდეოში სამყაროს საიდუმლოებაზე, მზის სისტემის უძველეს თანამგზავრზე, ჰალეის კომეტაზე ვისაუბრებ და ვარსკვლავებზე ჩვენი უსასრულო ცოდნის წყურვილს გავაღვიძებთ. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, რადგან მოგწონთ ჩვენი არხი, რაც ნახვებში გამოიხატება, დავალაიქოთ ეს ვიდეო და არხის ავტორების მხარდაჭერის ნიშნად გამოვიწეროთ არხიც. ჰალეის კომეტა ერთადერთი მოკლე პერიოდის ცნობილი კომეტაა, რომელიც მუდმივად ჩანს შევიარაღებელი თვალით დედამიწიდან ყოველ 72-80 წელიწადში ერთხელ და აღწერილია უმეტესად მინიმუმ 75 წელიწადში ერთხელ. ის უკანასკნელად მზის სისტემის შიგნით გამოჩნდა 1986 წელს და როგორც თავად აღნიშნე, მომდევნო ჯერზე ის გამოჩნდება 2061 წლის შუა რიცხვებში. თავად კომეტა საოცრება, ის არის ყინულის მოხეტიალე მზის სისტემის შორეული კიდეებიდან და მისი ბირთვი არის გაყინული წყლის, ამიაკის, მეთანისა და მტვრის ბურთი. ის წლების განმავლობაში გაყინული რჩება მზის სხივებისგან ხელუხლებელი, მაგრამ როცა ის მიუახლოვდება მზის შიდა სისტემას, მზის სითბო იწყებს კომეტის გარდაქმნას, რაც იწვევს მისი ყინულოვანი ზედაპირის გადაქცევას გაზისა და მტვრის განსაცვიფრებელ ღრუბლად, რომელიც ცნობილია როგორც კომეტა. ჰალეის კომეტის დედამიწიდან პირველი დანახვის ისტორიული ჩანაწერი არის ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნის შიჯის ჩინურ ქრონიკაში, რომელიც აღწერს კომეტას, რომელიც გამოჩნდა აღმოსავლეთში და გადავიდა ჩრდილოეთში. კომეტა 164 წელსაც გამოჩნდა და ამ გამოჩენის ერთადერთი შემორჩენილი ჩანაწერი ნაპოვნია ორ ფრაგმენტულ ბაბილონურ ფირფიტაზე, რომელიც ხელახლა აღმოაჩინეს 1984 წლის აგვისტოში ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში. ძველი წელთაღრიცხვით 87 წელს კომეტა დაფიქსირდა ბაბილონურ ფირფიტებზე. სომხები ამტკიცებენ, რომ ჰალეის კომეტა ჩანს სომეხთა მეფის ტიგრან დიდის მონეტაზე ვარსკვლავი მოხრილი ყუდით, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ჰალეის კომეტას. კომეტის მომდევნო გამოჩენა იყო ძველი წელთაღრიცხვით 12 წელს და მაშინ ჩანაწერი, როგორც მეცნიერები ამბობენ, გააკეთეს ჰანის დინასტიის ჩინელმა ასტრონომებმა, რომლებიც მას ადევნებდნენ თვალყურს აგვისტოდან მოყოლებული.
ამავე წლის კომეტის აღწერას იძლევა რომაელი ისტორიკოსი კასიუს დიო, რომელიც წერს, რომ რომის თავზე კომეტა გამოჩნდა და რამდენიმე დღით გაჩერდა. მოდი განვაგრძოთ ისტორიული წყაროების კითხვა და ვნახოთ ჰალეის კომეტის მომდევნო გამოჩენების შესახებ რას წერდნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენი წელთაღრიცხვით 151 წელს კომეტის დანახვა დაფიქსირდა ჩინურ ქრონიკებში. მოლურჯო თეთრ კომეტაზე დაკვირვებით 27 მარტს და 16, 22 და 23 აპრილს. ასევე აღსანიშნავია ჰალეის კომეტის გამოჩენა 451 წელს. ამ წელს დედამიწელებმა კვლავ იხილეს ჰალეის კომეტა და კაცობრიობას მან კატალაუნის ბრძოლაში ატილა ჰუნის დამარცხება მოუტანა. ჩვენი წელთაღრიცხვით 760 წელს კომეტის გამოჩენა აღწერილი და ჩაწერილი იყო ზუქნინის ქრონიკებში. ჩანაწერები სავარაუდოდ შესრულდა ზუქნინის მართლმადიდებლურ მონასტერში. სირიულ ენაზე და ჩანაწერის ამ ნაწილს უწოდეს თეთრი ნიშანი. ციტატა ამ ჩანაწერიდან: მაისის თვეში ცაზე თეთრი ნიშანი ჩანდა. ის ადრე ბინდამდე გამოჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთის მეოთხედში, ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. ის ფორმით წააგავდა ცოცხს და თავად ნიშანი დარჩა 15 ღამე სულთმოფენობის დღესასწაულის გათენებამდე. ციტატის დასასრული. ჰალეის კომეტის მომდევნო გამოჩენა იყო მისი ისტორიაში ყველაზე ახლო დისტანციაზე მოსვლა დედამიწასთან. სავარაუდოდ 827 წელს ჰალეის კომეტამ გაიარა დედამიწიდან 0.3 ასტრონომიულ ერთეულზე. ეს არის დაახლოებით 4.5 მილიონი კილომეტრი. კომეტის კუდი სავარაუდოდ მთელი ცის ნახევარზე იქნებოდა გადაჭიმული და გამოჩნდებოდა ვენერასავით კაშკაშა. 912 წელს კომეტა აღწერილია ალსტერის ქრონიკებში. ციტატა: ბნელი და წვიმიანი წელი. გამოჩნდა კომეტა. ციტატის დასასრული. 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენამ ინგლისელებს ჰასტინგის ბრძოლა მოუტანა. კომეტა ნახეს ინგლისში და ეგონათ, რომ ეს იყო ნიშანი. იმავე წელს ჰაროლდ გოდვინსონი ჰასტინგის ბრძოლაში გარდაიცვალა და ტახტი ნორმანმა უილიამ დამყრობელმა დაიკავა. კომეტა წარმოდგენილია ბაიონის გობელენზე და აღწერილია როგორც ვარსკვლავი. ამ პერიოდის შემორჩენილი ცნობების მიხედვით კომეტა დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა ნათებით ვენერას და ანათებდა მთვარის შუქის მეოთხედს. ჰალეის კომეტა იმ დროს დაახლოებით დედამიწიდან 0.1 ასტრონომიულ ერთეულ დისტანციაზე იმყოფებოდა. ამ წლის კომეტა ჩაიწერეს ირლანდიულმა, იტალიურ ბიზანტიურმა, ამერიკელი ტომების მატიანეებმა და სხვა. ლეგენდის თანახმად 1222 წელს დედამიწის ცაზე დაბრუნებულმა ჰალეის კომეტამ შთააგონა ჩინგიზ ყაენს თავისი დაპყრობები ევროპისკენ, ანუ დასავლეთის ტრაექტორიით მიემართა, რადგან ეს მიმართულება ჰქონდა კომეტას. 1222 წლის 9 სექტემბერს დღისით კომეტა კორეაში იყო ხილული. ვარაუდობენ, რომ 1301 წლის ცაზე გამოჩენილი ჰალეის კომეტა პირველად სრულყოფილად იქნა დახატული იმდროინდელი მხატვრების მიერ. ჰალეის კომეტა 1301 წლის სექტემბრიდან 1302 წლის იანვრამდე ფლორენციელმა ისტორიკოსმა ჯოვანი ვილიანმა აღწერა. ვარაუდობენ, რომ ჰალეის კომეტა დაინახა მხატვარმა ჯოტო დი ბონდონემ და შემდეგ ის თავის ფრესკაში მოგვების დაყვანისემაში ასახა. სწორედ ამ ნახატმა შთააგონა შემდეგ ევროპის კოსმოსურ სააგენტოს, რომ თავისი მისიისთვის, რომელიც კომეტის მიმართულებით გაიგზავნა, სწორედ მხატვრის სახელი ჯოტო ეწოდებინათ. 1378 წელს კომეტის დაბრუნება უკვე აზიურ ქრონიკებში გვხდება. 1456 წელს დედამიწის ცაზე ჰალეის კომეტა ისევ გამოჩნდა. ამავე წელს ოსმალეთის იმპერია უნგრეთის სამეფოში შეიჭრა, რაც იმავე წლის ივლისში ბელგრადის ალყით დასრულდა. პეტრუს აპიანუსმა და ჯიროლამო ფრაკასტორომ კომეტის გამოჩენა დედამიწის ცაზე 1521 წელს აღწერეს. აპიანუსმა ილუსტრაციაც კი შეიტანა თავის პუბლიკაციაში. ამავე დროს პეტრუსმა შეძლო იმის დამტკიცება, რომ კომეტის კუდი ყოველთვის მზიდან მოშორებით არის მიმართული. მე-16 საუკუნიდან იწყება ჰალეის კომეტის
მეცნიერული შესწავლა. 1531 წლიდან 1692 წლამდე კომეტის გამოჩენის შესახებ არსებულმა 3 ჩანაწერმა საშუალება მიცა ედმუნდ ჰალეის გამოიცნო, როდის დაბრუნდებოდა კომეტა ისევ. ამ აღმოჩენების გაკეთებაში თავის მხრივ ედმუნდ ჰალეის ისააკ ნიუტონთან საუბრების დაეხმარა. ისააკ ნიუტონმა ხელი შეუწყო ჰალეის 1682 წელს ჯონ პლამსტედის მიერ გაკეთებული ჩანაწერების მოპოვებაში, სადაც ჯონი კომეტას აღწერდა. 1531, 1607 და 1682 წლების კომეტების მონაცემების შესწავლით ჰალეი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო ერთი და იგივე კომეტა. სირთულე იყო კომეტის ორბიტალური პერიოდის ვარიაციების აღრიცხვა, რომელიც 1531-1607 წლებში 1 წელზე მეტი იყო, ვიდრე 1607-1682 წლებში. ნიუტონს ამის შესახებ თეორია ჰქონდა, რომ ასეთი შეფერხებები გამოწვეული იყო სხვა კომეტების მიზიდულობით, თუმცა ჰალეიმ აღმოაჩინა, რომ იუპიტერი და სატურნი გამოიწვევდნენ ამ ცნობილებებს. ჰალეის ნაშრომმა ასევე ხელი შეუწყო ნიუტონის და კეპლერის წესების დადგენას ციური სხეულების მოძრაობის შესახებ. მომდევნო აწლეულებში კომეტას სხვადასხვა ქვეყნის და კონტინენტების მეცნიერები აკვირდებოდნენ. თანდათან უფრო და უფრო იკვეთებოდა დეტალები, იხვეწებოდა ფოტო და ვიდეო გადაღების საშუალებები, ტელესკოპები და სხვა, თუმცა ჰალეის კომეტას მისტიკა ისევ თან ახლავს. 1910 წლის 10 აპრილს დედამიწის ცაზე ლეგენდარული კომეტა ისევ გამოჩნდა. სწორედ ამ წელს აღწერეს კომეტა პირველად ისტორიაში ფოტოობიექტივზე. სანახაობა იყო ნამდვილად გრანდიოზული და მასშტაბური, ვინაიდან კომეტა დედამიწას მიუახლოვდა დაახლოებით 0.15 ასტრონომიულ ერთეულის დისტანციაზე. 19 მაისს დედამიწამ კომეტის კუდში გაიარა. სპექტროსკოპიული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კუდში აღმოჩენილი ერთ-ერთი ნივთიერება იყო ტოქსიკური გაზი ციანოგენი. პრესამ არასწორად მოახდინა ფაქტების გადმოცემა და ხალხს უთხრა, რომ როცა დედამიწა კომეტის კუდში გაივლიდა, აირი შემოვიდოდა ატმოსფეროში და შესაძლოა გაენადგურებინა მთელი სიცოცხლე პლანეტაზე. მიუხედავად მეცნიერთა დარწმუნებისა, რომ გაზი დედამიწას ზიანს ვერ მოუტანდა, საზოგადოება მაინც პანიკაში ჩავარდა. ხალხი გაზის ნიღბებს და კომეტის საწინააღმდეგო აბებს ყიდულობდა. იმავე წელს ჩინეთში რევოლუცია დაიწყო. ჯეიმს ჰადსონმა სიჩუანის პროვინციაში იმდროინდელმა მისიონერმა დაწერა. ციტატა: ხალხს შეერა, რომ ეს მოუტანდა ჩინელ ხალხს უბედურებას, ომს, ავადმყოფობებს და დინასტიის შეცვლას. ზოგიერთ ადგილას გარკვეულ დღეებში კარები გაღებული იყო 9 საათის განმავლობაში. ზოგიერთი წყალსაც კი არ სვამდა, რადგან ამბობდნენ, რომ მავნებელი ორთქლი დედამიწაზე კომეტიდან ჩამოდიოდა. ციტატის დასასრული. იმავე წელს კიდევ ერთი მისტიური ამბავი მოხდა. წინა წლის აპრილში ამერიკელმა მწერალმა მარკ ტვენმა თავის ავტობიოგრაფიაში თქვა, რომ ის მოვიდა ჰალეის კომეტასთან ერთად 1835 წელს, ანუ დაიბადა. კომეტა დედამიწაზე 1 წლის შემდეგ ისევ მოვიდოდა და ის ელოდებოდა, რომ დედამიწას მასთან ერთად დატოვებდა. 1910 წლის 21 აპრილს კომეტის პერიჰელიონის მომდევნო დღეს მარკ ტვენი გარდაიცვალა. დაბადებით კი მწერალი 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. კომეტის პერიჰელიონიდან ზუსტად 2 კვირის შემდეგ. 1910 წელს დედამიწის ცაზე კიდევ ერთი კომეტა გამოჩნდა. 12 იანვარს ცაზე დანახულმა კომეტამ ბრწყინვალებით ჰალეის კომეტას აჯობა და ხილული იყო დღისით მოკლე პერიოდის განმავლობაში. მოვიდა 1986 წელი და ლოგიკურად სწორედ ამ წელს უნდა გადაიღოთ ჰალეის კომეტა ყველაზე უკეთ, თუმცა მოხდა პირიქით. 1986 წლის ჰალეის კომეტის გამოჩენა დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცუდად დაკვირვებადი იყო, რადგან იმ წლის თებერვალში დედამიწა და ჰალეის კომეტა იმყოფებოდნენ მზის საპირისპირო მხარეებზე. ამან შექმნა ყველაზე არახელსაყრელი გარემო დაკვირვებისთვის ბოლო რამდენიმე 1000 წლეულის განმავლობაში. ამასთან ჰალეის კომეტა ყველაზე ახლო დისტანციაზე დედამიწასთან მოვიდა მხოლოდ 0.42 ასტრონომიულ ერთეულზე. ამას დაემატა ურბანიზაციის შედეგად გაზრდილი ცის სინათლე დაბინძურება, რამაც ბევრ ადამიანს შეუშალა ხელი კომეტის ნახვაში. თუმცა რიგითი ადამიანების გარდა კომეტას მთელი მსოფლიოს მეცნიერები აკვირდებოდნენ. ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებამ მისკენ კოსმოსური მისიები, ზონდები გაუშვეს. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა ზონდი, რომელსაც როგორც ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ,
ჯოტო უწოდეს. ჯოტო კომეტის ბირთვთან ყველაზე ახლოს მივიდა. კომეტების მკვლევარმა ზონდმა ჯოტომ ჰალის კომეტის კუდში გაიარა. ამ კვლევაში იგი მარტო არ იყო, მასთან ერთად ამავე კომეტას უახლოვდებოდა კიდევ 5 კოსმოსური ხომალდი. ევროპული ჯოტო, საბჭოთა ფრანგული ვეგა 1 და ვეგა 2, რომლებიც ვენერაზე ზონდების ჩაშვების შემდეგ კომეტის კვლევაზე გადაერთნენ, ასევე იაპონური სუისეი და საგიგაკე. გარდა ამისა, დაკვირვება მიმდინარეობდა ხომალდ პიონერიდანაც, რომელიც იმ დროს ვენერას ორბიტაზე იმყოფებოდა. გადაწყდა, რომ იაპონური აპარატები შორიდან დააკვირდებოდნენ კომეტას, ხოლო ვეგა 1 და ვეგა 2 დაადგენდა სად ჰქონდა კომეტაზე ბირთვი. და ზუსტად ამ ბირთვს დაუმიზნებდა ზონდი ჯოტო. არაოფიციალურად მრავალრიცხოვან ზონდებს ჰალის არამადა უწოდეს. იმავე წელს დაიგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური შატლის 2 მისია ჰალის კომეტაზე დედამიწის დაბალი ორბიტიდან დასაკვირვებლად. კომეტის ულტრაისფერის სპექტრის დაფიქსირების მისია კატასტროფით დასრულდა. კოსმოსური შატლი ჩელენჯერი ფრენისას აფეთქდა და დაიღუპა ბორტზე მყოფი 7 ასტრონავტი. იმ წელს ერთ-ერთ დღეს იაპონიაში იმპერატორმა ჰიროჰიტომ დილით ადრე გაიღვიძა. ავიდა თავისი იმპერიული აგარაკის სახურავზე და ტელესკოპით შეხედა ნაცნობს, რომელიც 76 წლის განმავლობაში არ უნახავს. ეს იყო ჰალის კომეტა. ციტატა: ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ორჯერ შევძელი იმ სიხილვა, ჯერ 1910 წელს და დღეს. ციტატის დასასრული. ეს სიტყვები ეკუთვნის იაპონიის იმპერატორს ჰიროჰიტოს, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანი გახდა, ვინც ჰალის კომეტა 2 სხვადასხვა ციკლზე ნახა. პირველად ჰალის კომეტის ხილვისას 1910 წელს იაპონიის მომავალი იმპერატორი ჯერ კიდევ 8 წლის იყო. 21 საუკუნის დასაწყისში 2003 წელს ჰალის კომეტა დააფიქსირეს 3 ძალიან დიდი ტელესკოპით პარანალში, ჩილეში. სადღეისოდ ასტრონომებს შეუძლიათ დააკვირდნენ კომეტას მისი ორბიტის ნებისმიერ წერტილში. 2023 წლის 9 დეკემბერს ჰალის კომეტამ მიაღწია მზისგან ყველაზე შორ და ნელ წერტილის თავის ორბიტაზე. ის მაშინ მზის მიმართ სულ რაღაც 0.91 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ჰალის კომეტის მომდევნო გამოჩენა ნავარაუდევია 2061 წლის 28 ივლისს, როდესაც ის უფრო უკეთეს პოზიციაში იქნება განლაგებული, ვიდრე წინა გამოჩენის დროს, ვინაიდან ის იქნება მზის იმავე მხარეს, რომელზეც დედამიწა. თუმცა სავარაუდოდ, წინა ციკლთან შედარებით ის დედამიწასთან უფრო ახლოს არ მოვა. ნავარაუდევია, რომ ჩვენს პლანეტას ჰალის კომეტა მოუახლოვდება მისი პერიჰელიონიდან ზუსტად მომდევნო დღეს. სად არის ჰალის კომეტა ახლა? ჰალის კომეტა ამჟამად ჰიდრასთან ვარსკვლავედშია. მან დაახლოებით 1 წლის წინ დაასრულა მზიდან განზიდვის ციკლი და ახლა ისევ შიდა სისტემაში ბრუნდება. ახლა თბილისიდან ჰალის კომეტაზე დაკვირვება შესაძლებელია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ჰორიზონტზე დაახლოებით 37 გრადუსის სიმაღლეზე. მისი ამჟამინდელი სიკაშკაშის გათვალისწინებით, ჰალის კომეტა ჩანს მხოლოდ ხანგრძლივი ექსპოზიციის შედეგად ფოტოგრაფირებით. მას ყინულოვანი შორეული პლანეტებიდან ჰალის კომეტა გზაშია. ის თანდათან კრებს სიჩქარეს და რამდენიმე წელიწადში დიდი სისწრაფით მზის სისტემის შიდა სივრცეში თბილ გარემოში შემოვა. ყოველი ასეთი შემოსვლა მზის სიმხუროლის გამო მას 10 მეტრამდე სისქეს ართმევს. მაგრამ ჰალის კომეტა აგრძელებს მოგზაურობას მზის სისტემასთან ერთად და უშიშრად ეცეკვება მზეს. სრული შემთხვევაში თქვენი აზრი გაგვიზიარეთ კომენტარებში, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა.